სკოტ სხვა არეულობებთან ერთად, რომელთა გამოწვევასაც ისინი ცდილობენ, ერთ-ერთი მათგანი ახლა საქართველოში ხდება. საქართველოზე საუბრისას უნდა აღვნიშნოთ, რომ ის ძალიან მნიშვნელოვანია დასავლეთისთვის და სწორედ ამიტომ ცდილობენ საქართველოში ყველაფერი გააკეთონ არსებული ხელისუფლების შესაცვლელად. როგორი სიტუაციაა ახლა იქ? საინტერესოა, რომ ქვეყნის პრეზიდენტი და ოპოზიცია ერთ მხარეს არიან. როგორ აფასებთ ახლა არსებულ მდგომარეობას? ვის სასარგებლოდ ვითარდება მოვლენები? ამერიკისა და დასავლეთის სასარგებლოდ თუ ქართველების და კავკასიის რეგიონის სასარგებლოდ? მმართველმა პარტიამ ქართულმა ოცნებამ ფიქრობ ბრწყინვალედ გაართვა თავი ამ კრიზისს. მოგეხსენებათ დაახლოებით წელიწად ნახევრის წინ სცადეს კანონის შემოღება უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ. და ღმერთო ჩემო, ყველა ერთი ენად გადაერია. მოეწყო დიდი პროტესტები და ასე შემდეგ. ქართულმა ოცნებამ მაშინ უკან დაიხია და კანონი გაიწვიეს. ამის გამო ხალხი ფიქრობდა, რომ ისინი რეალურად სუსტები იყვნენ. პირიქით, ეს იყო საუკეთესო პოლიტიკური ნაბიჯი, რომელიც ვინმე შეეძლო გადაედგა. ქართულმა ოცნებამ მაშინ კანონი უკან გაიწვია, თუმცა ამით მათ საკუთარი მხარდამჭერების ოდენობა შეაფასეს და მიხვდნენ, რომ ხელისუფლებას საკმარისზე მეტი ადამიანი უჭერდა მხარს. ქართულმა ოცნებამ ამით ყველა მტრულად განწყობილი არასამთავრობო ორგანიზაცია გამოავლინა და შემდეგი ნაბიჯებისთვის მოემზადა. შემდეგ ჯერზე როდესაც მათ იგივე კანონპროექტი დააინიცირეს, ხალხი ფიქრობდა, რომ იგივე სცენარი განმეორდებოდა. ოპოზიცია იყვირებს, აღშფოთდება და ხელისუფლება უკან დაიხევს. თუმცა ასე არ მოხდა. ისინი დარწმუნებული იყვნენ საკუთარ თავში. საბოლოო ჯამში ხმათა უმრავლესობით კანონი დამტკიცდა. მათ ყველაფერი კანონის მიხედვით გააკეთეს. ოპოზიცია, მედია, ევროკავშირი, ამერიკა, ყველანი ეგზალტირებულ მდგომარეობაში იყვნენ. თუმცა ქართულ ოცნებას წარბიც კი არ შეუხრია. საქართველოს პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, ამ მოვლენებში ჩაერია და თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება არაკონსტიტუციური იყო. მაგრამ ეს ასე არ არის. ყველაფერი კანონის ფარგლებში მოხდა და ეს შესანიშნავი იყო. პრეზიდენტმა კანონპროექტს ვეტო დაადო, მაგრამ ქართული ოცნება მზად იყო ამისთვის, რადგან პარლამენტში მათ საკმარისი მანდატები ჰქონდათ ვეტოს დასაძლევად. ახლა გადავიდეთ საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე. ქართულმა ოცნებამ კარგად იცოდა, რომ მოსახლეობის მხარდაჭერა ჰქონდა და არჩევნებშიც დამაჯერებლად გაიმარჯვა. მათ ყველაფერი ესმით. მათ იციან ვინ ვის უხდის, ვინ ვის მართავს და სწორედ ამიტომ ყოველთვის ერთი ნაბიჯით უსწრებენ ოპოზიციას. იცით, ევროპამ თქვა, ჩვენ აღარ გავაკეთებთ ამას და ამას საქართველოში. ქართულმა ოცნებამ კი უპასუხა, კარგი, მაშინ ჩვენ ევროპასთან მოლაპარაკებებს 2028 წლამდე აღარ ვაწარმოებთ და სხვათა შორის არც თქვენს ფულს ავიღებთ. თუ არ აიღებთ ჩვენს ფულს და არც მოლაპარაკებებზე წამოხვალთ, მაშინ ჩვენ აღარ გვექნება თქვენზე არანაირი ბერკეტი. ევროპის კოდი დაირღვა. ოცნებამ მათ უთხრა, თქვენ აღარ ხართ საჭირო, თქვენ დამარცხდით. დამთავრდა. არ მესმის ჩვენ შეერთებულმა შტატებმა, რატომ გავწყვიტეთ სტრატეგიული ურთიერთობა საქართველოსთან? რატომ იყო ეს პრობლემა? ჩვენ უბრალოდ შეგვეძლო მათთვის გვეთქვა, რომ თუ რაიმე არ გინდათ, არ არის პრობლემა. საერთო ჯამში ქართულმა ოცნებამ უფრო მეტი გააკეთა საქართველოს სუვერენიტეტისთვის, ვიდრე ნებისმიერმა სხვამ და ის აუცილებლად გაიმარჯვებს. იქ არ იქნება მეორე მაიდანი. იცით, კიევში 2013-14 წლებში, როცა მაიდანი იყო, დემონსტრანტები სულ იქ იყვნენ. ისინი არასოდეს დაუშლიათ. საქართველოში კი პირიქით, აგრესიულ მომიტინგეებს ყოველღამე შლიან. საქართველო გაუძლებს, ქართული ოცნება გაუძლებს. აქციის მონაწილეები კი უკან დაიხევენ. ისინი აიძულებენ ოპოზიციას უკან დაიხიონ. ჯერ ერთი ოპოზიციას ევროკავშირიდან მიღებული ფული აღარ აქვს. საბოლოო დარტყმა იქნება საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა თავისი სასახლიდან, რაც თუ არ ვცდები 29 დეკემბერს მოხდება. ფიქრობ, მას უფლებამოსილება 16 დეკემბერს ეწურება, ხოლო 29-მდე სასახლიდან წასვლა მოუწევს. ამბობს, რომ არ წავა, მაგრამ აუცილებლად წავა. სულ ესაა, ეს არის დასასრული. ეს არის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის უდიდესი სტრატეგიული მარცხი და საქართველოს სუვერენიტეტის შესანიშნავი გამარჯვება. მოგეხსენებათ, საქართველოს ეკონომიკა აყვავების გზაზეა. მოგეხსენებათ 2 წლის განმავლობაში იმ დროს, როდესაც საქართველოს სანქციებს შეუერთდა, მისი ეკონომიკა წელიწადში თითქმის 11%-ით იზრდებოდა და ის აუცილებლად გააგრძელებს ზრდას. რუსეთთან ურთიერთობა გაუმჯობესდება. საუბარია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოში დაბრუნებაზეც. ეს არასდროს მოხდებოდა საქართველოს ევროკავშირისა და ნატოს გზას რომ გაჰყოლოდა. ამ შემთხვევაში მეორე ფრონტი გაიხსნებოდა და რუსეთი ამ ქვეყანას გაანადგურებდა. საქართველოს უკრაინას დაემსგავსებოდა. ასე რომ ეს არის ქართველი ხალხის, საქართველოს ხელისუფლების, საქართველოს სუვერენიტეტის უდიდესი გამარჯვება. და ეს არის აბსოლუტური გამანადგურებელი დამარცხება ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.